მადლობთ მოწვევისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყნის მმართველი რეჟიმი ცდილობს შექმნას რაღაცა მორიგი პროპაგანდისტური ტყუილი და გააგრძელოს ქართველი ხალხის მოტყუება, რომ თითქოს მას აქვს რაიმე რესურსი იმისთვის, რომ მოხდეს რაღაცა ტიპის გადატვირთვა ურთიერთობების დასავლეთთან და ევროკავშირთან და მათ სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი შანსი საქართველოს დემოკრატიული გადატვირთვის გარეშე ქვეყანაში არ ექნება, რომ დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს. ევროპარლამენტი ეს არის მთავარი პოლიტიკური წარმომადგენლობითი ორგანო ევროკავშირის, რომელიც ასახავს სრულიად შეიძლება ითქვას ევროპის პოლიტიკურ აზრს, იმიტომ რომ იქ არის შეკრებილი როგორც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი, ასევე ყველა პოლიტიკური ძალის, წამყვანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ამიტომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ეს არის გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, პირველი პოლიტიკური განაცხადი, საითკენ მიდის ევროპული პოლიტიკა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი, როდესაც მივიღეთ, მანამდე უვიზო რეჟიმი, როდესაც მივიღეთ, პირველი, ვინც პოზიტიურ სიგნალს იძლეოდა, იყო სწორედ ევროპარლამენტი და შემდეგ ამას მიყვებოდა ის პროცესები, რომელიც სრულდებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებით ევროპულ საბჭოში. ამიტომ ძალიან კარგად იცის მმართველმა გუნდმა, რომ ევროპარლამენტის მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური ჩარჩო განსაკუთრებით ის, რომ ამ რეზოლუციაში პირდაპირ არის დასმული საკითხი იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის მიერ ამჟამად წარმოებული პოლიტიკა აღარ არის საკმარისი ამ რეჟიმზე ზეწოლის თვალსაზრისით, რომ ევროკავშირმა უნდა დაიწყოს მსჯელობა სანქციების დაწესებაზე. ეს არის ჩავშალოთ თუ შეიძლება დიახ, ანუ შემაწუხებელი, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბევრი მიმართულები თვითონ ევროპარლამენტის ანგარიში, მაგრამ გამოვყოფდი ორ საკითხს. მაგალითად სანქციები, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბიძინა ივანიშვილის მისი გარემოცვის ოცნების მორჩილი პროკურორებისა და მოსამართლეების დასანქცირება, ასევე პროსამთავრობო სატელევიზიო არხების დასანქცირება, თუ ჩვენ ვნახეთ მაგალითად ბრიტანეთისგან იმედისა და პოსტივის სანქცია, ახლა უკვე საუბარი იყო მათ შორის კიდევ ერთ დამატებით არხზე, ეს იყო რუსთავი 2. ანუ მათ იციან ქართულ ოცნებას გულისხმობ, როცა დავსვი მე კითხვა ასეთი მძაფრი რეაქცია რატო იყო თქო, მათ იციან რომ ეს სანქციები არის გარდაუვალი? მათ იციან ერთი რამ, რომ მათ დაკარგეს მთავარი მოკავშირე ევროკავშირში, რომელიც ბლოკავდა აქამდე სანქციებზე სერიოზულ მსჯელობას და ეს იყო ვიქტორ ორბანი და ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად გადაეწყო ფაქტიურად ევროპული პოლიტიკა და მათ შორის ძალიან საგულისხმოა ისეთი ქვეყნების პოზიციონირება, როგორიც არის სლოვაკეთი, რომელიც ტრადიციულად სწორედ ორბანს უჭერდა მხარს, რომ დღეს ისინიც უკვე სხვა პოზიციაზე არიან. მაინც მთავარი აქ იყო ორბანი, როდესაც დაბლოკვა ხდება. მათ ჩამოეშალათ რუსეთის, ასე ვთქვათ, რუსეთის წარმომადგენელი დღეს ევროკავშირში ვეღარ ლობირებს ქართული ოცნების და ივანიშვილის პოზიციებს. ამიტომ ძალიან საგრძნობლად მიუახლოვდა დღევანდელი რეჟიმი იმ მდგომარეობას, როდესაც ევროკავშირისთვის გაცილებით მარტივი იქნება, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ კონსენსუსით მიიღება სანქციებაზე გადაწყვეტილება, გაცილებით პოლიტიკურად გაადვილდა გადაწყვეტილების მიღება და რა თქმა უნდა, მათ ამისი ძალიან ეშინიათ, იმიტომ რომ მათ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, წლების მანძილზე ჰქონდათ სწორედ ორბანის იმედი და მათ ასევე იციან, რომ დღეს ევროპაში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ევროპული პოლიტიკა ამ რეჟიმთან მიმართებაში, იმიტომ რომ ყველა ხედავს, რომ ასე ვთქვათ, მხოლოდ გაყინვა ურთიერთობების აღარ იღებს შედეგს და საჭირო არის უფრო აქტიური პოლიტიკის განხორციელება, სხვა შორის ქართულ ოცნებას მიღებული აქვს ჩამონათვალი პირობების, რა უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ პოზიტიური დინამიკა შეიქმნას, მაგრამ მათ როგორც ჩანს იციან, რომ ვერ შეასრულებენ და არ შეასრულებს ივანიშვილი არ გასცემს სანქციას, ასე ვთქვათ, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს და შესაბამისად საწინააღმდეგო მიმართულებით მოუწევს ევროკავშირის მოძრაობა, რაც ნიშნავს სულ უფრო დიდ წნეხს ამ რეჟიმზე და სწორედ ამიტომ აქვთ მათ ესეთი მძაფრი რეაქცია. კი ბატონო და დღეს საბჭოთა გადმონაშთი ეძახა ევროპელ პარტნიორებს ირაკლი კობახიძე მას შემდეგ რაც დაბრუნდა ის სომხეთიდან, სადაც ხედავდით, ხო, ჩვენი საინფორმაციო დღეს კიდევ ერთხელ უყვებოდა მაყურებელს, როგორ პოზირებდა, როგორ ცდილობდა, რომ როგორც ლეგიტიმაცია ევროპის მხრიდან, როგორც ლეგიტიმაცია დასავლეთის მხრიდან, ისე მიეწოდა
მოეწოდებინა საკუთარი მხარდამჭერებისთვის. ამაზე ცოტა მოგვიანებით დაგისვა მტკითხვას, მაგრამ ვინაიდან საუბრობთ ამ ანგარიშზე, ევროპარლამენტის ანგარიშზე, აქ აუცილებლად უნდა გამოვყოთ ერთი საკითხი, აი კითხვა გაჩნდა ასეთი, როგორ მოხვდა ირაკლი ღარიბაშვილი ამ ანგარიშში და თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დოკუმენტში შეყვანის ინიციატორები არიან მაგალითად ადამიანები, რომლებიც მეტად პოლიტიკოსები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც მეტად მწვავედ გამოხატავენ ხოლმე საკუთარ დამოკიდებულებას ივანიშვილისა და ქართული ოცნების მიმართ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ირაკლი ღარიბაშვილის სახელის და გვარის მოხვედრა ამ ანგარიშში ეს რაღაც ახალია? როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო და არ ვიცი, ეს შესაძლებელია მე გამიჩნდა ეს კითხვა და სრულიად უადგილოდ მოგეჩვენოთ თქვენ, მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ შესაძლოა ამ ანგარიშში მოხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილიც აღმოჩნდეს იმ სიაში, ვისაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟში ადანაშაულებს ქართული ოცნება. თქვენი ლიდერები, ოპოზიციის სხვა ლიდერები ყველანი ერთად სწორედ დასავლეთთან ურთიერთობის გამო არიან ბრალდებულები თუ ეჭვმიტანილები საბოტაჟის საქმეში, ხო? რის გამოც შესაძლებელია მათ მრავალწლიანი პატიმრობა წელით. ეხლა გამიჩნდა მე პირადად ასეთი კითხვა, რა შეიძლება მოყვეს ღარიბაშვილის სახელისა და გვარის მოხვედრა ამ ანგარიშში და თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლებოდა ის იქ მომხდარიყო? სხვათა შორის მე როგორც მახსოვს, სწორედ თქვენს ერთ-ერთ გადაცემაში ჰქონდა ჩვენ საუბარი ამაზე. მე გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრება, რომ რამდენადაც მე მქონდა ინფორმაცია, ღარიბაშვილი აქტიურად აფიქსირებდა დასავლელ პარტნიორებთან პოზიციას, რომ ის არ იზიარებდა აი იმ, ასე ვთქვათ, მტრულ პოლიტიკას, რომელიც გადაწყვიტა, რომ ეწარმოებინა მართლ გუნდს დასავლეთთან მიმართებაში. ანუ საერთაშორისო ფლანგზე სხვანაირად პოზიციონირებდა ღარიბაშვილი. ინფორმაცია, რომ ის ეს პოზიციას აფიქსირებდა და მე გამოვთქვი ვარაუდი, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გახდა სამიზნე. თქვენ და მე არ დაგეტყვით, რომ ეს არის სხვათა შორის ეს არის, ანუ როდესაც რეჟიმი არის სანგარში ჩამძრალი და ასე ვთქვათ დიდი წნეხის ქვეშ არის და დღეს ასეთ მდგომარეობაში არის ბიძინა ივანიშვილი, ის ცდილობს, რომ რაც შეიძლება ასე ვთქვათ ამოქოლოს გზები იმისთვის, რომ მოხდეს რეჟიმის შიგნით ფრაგმენტაცია და განსაკუთრებით მისთვის სახიფათო თუ არის საკუთარი რეჟიმის წევრები, რომლებმაც შეიძლება ასე ვთქვათ გვერდზე გაიწიონ და სხვა პოზიცია დააფიქსირონ, იმიტომ რომ ივანიშვილის მსგავსი რეჟიმების ჩამოშლის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მიდგომა მათ შორის არის ის, რომ ხელი შეუწყონ რეჟიმის ფრაგმენტაციას. ამიტომ ის, რომ დაერია ეს რეჟიმი საკუთარ ასე ვთქვათ რიგებში, დაიწყო დაჭერები, წმენდა და შევიწროვება და სხვა, მათ შორის ამასაც უკავშირდება, რომ მათ სჭირდებათ დღეს სრულად ჩაკეტილი, კონსოლიდირებული, ასე ვთქვათ, მართველი ძალა და როგორც ჩანს მათ შორის ვინც არ იყო ან რაღაცა ნაკლებად სანდო იყო, მათაც დაერიან. მე ესე ვარაუდობდი და ვფიქრობ, რომ ეს ვარაუდი მაშინ მათ თქვენს ლოგიკას თუ კი გავყვებით, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილს შესაძლოა მძიმე დღეები ელოდოს წინ. იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ, როგორია ხოლმე ტრადიციულად ივანიშვილის რეაქცია ვინმეზე, როდესაც ეჭვი უჩნდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ურთიერთობაში, შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად გიორგი კვირიკაშვილი სხვა მიზეზი მოუდეს, მაგრამ რეალურად რატო გაუშვეს, ხო? ცნობილია თანამდებობიდან, სწორედ აქაც ეჭვიანობა იყო, თუ არ ვცდები, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის შემდეგ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდეს დადანაშაულებული ამ ანგარიშში მოხვედრის შემდეგ და პარტნიორებთან ურთიერთობაში? მე ჩვენ ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ ამ რეჟიმთან მიმართებაში, მათ შორის აგერ დღეს დაიჭირეს საკუთარი ერთ-ერთი ასე ვთქვათ საყრდენი პროპაგანდისტი, ამიტომ გამორიცხვა რაიმეს შეუძლებელია, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ხო ქვეყანაში გვაქვს სისტემური პრობლემა, ანუ ქვეყანაში სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა, შესაბამისად ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა და რომელ ასე ვთქვათ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენს, დასავლეთის გადასახედიდან
ის შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც არ არსებობს სასამართლო და პროკურატურა, ყველა ერთნაირად დაუცველია, ხო, ამ სისტემაში და მე ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, მთავარი რამაც განაპირობა, მათ შორის ღარიბაშვილის მოხვედრა ამ ანგარიშში არის ის, რომ ღარიბაშვილსაც იგივე პროკურატურა და იგივე სასამართლო გაუსწორდა, ასე ვთქვათ, ვინც უსწორდება დანარჩენებს და იქ, სადაც არ არსებობს სისტემური, ასე ვთქვათ, ნდობა სასამართლო და პროკურატურის სისტემის მიმართ, იქ ნებისმიერი შეიძლება გახდეს პოლიტიკურად მოტივირებული, ასე ვთქვათ, დევნის მსხვერპლი, ან და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი აუცილებლად უდანაშაულოა ზოგადად ობიექტური მართლმსაჯულების, ასე ვთქვათ, საზომითაც რომ მიუდგე, მაგრამ ამ კონკრეტულ სისტემაში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, ვინც პოლიტიკურ საქმიანობასთან არის კავშირში პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პატიმრის ცნებით შეიძლება მიუდგეს და საზომით დასავლეთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი? აი მაგალითად ნიკა გვარამია, რაც ციხიდან გამოვიდა, როდესაც ღარიბაშვილზე არის ხოლმე დასმული კითხვა, ყოველთვის პასუხობს, რომ კი, ის არის პოლიტიკური პატიმარი და დღესაც გააკეთა ამ ტიპის განმარტება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი იმის მიუხედავად, რომ თქვათ მის სახლიდან ამოღებული იქნა 7 მილიონი ნახევარი დოლარი? მე მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილმა ისევე როგორც არაერთმა სხვა ამ რეჟიმის წარმომადგენელმა ალბათ მათი საქმე უნდა გამოიძიოს დამოუკიდებელმა გამოძიებამ, დამოუკიდებელმა პროკურატურამ და დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე თუ მკითხავთ, აქვს თუ არა ამის შანსი დღეს ღარიბაშვილს ან ნებისმიერ სხვას, ხვალ კობახიძე როს დაჭერა რომ გადაწყვიტოს მაგალითად ვიძინა ივანიშვილმა, არც კობახიძეს არ ექნება დამოუკიდებელი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პრივილეგიის, ასე ვთქვათ, პრივილეგიით სარგებლობის შანსი. და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ საუბრობთ პოლიტიკურ პატიმრობაზე თუ პოლიტიკურ დევნაზე, როგორც უსამართლობის სტანდარტზე, ეს უსამართლობის სტანდარტი ყველაზე ვრცელდება და მათ შორის იმ ქართული ოცნების ყოფილ წევრებზე თუ წარმომადგენლებზე, რომლებიც დღეს ვიძინა ივანიშვილმა დაატყვევა. კი ბატონო, ქალბატონო სალომე, აი ისევ მინდა საქართველოს საგარეო უწყების რეაქციას მივუბრუნდეთ ევროპარლამენტის ანგარიშზე და გავიხსენოთ რა შეფასებები მოგვასმენინეს დღეს ქართული ოცნების პირველმა პირებმა, მას შემდეგ რაც კობახიძე დაბრუნდა ერევნიდან. ხო, ესეთი უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა არა მარტო რეგიონში, არამედ ზოგადად მსგავს დიდ შეხვედრებზე საქართველო არ ყოფილიყო ყურადღების ცენტრში. ანუ როგორც დიდი მთავარი მოთამაშე, ასე ვთქვათ და ძალიან სამწუხარო საყურებელია, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მეზობლებს, მაგრამ ძალიან სამწუხარო საყურებელია, როდესაც შენ ხედავ იმ ყველაფერს, რაც ხდება ახლა მაგალითად სომხეთის, აზერბაიჯანის მიმართულებით და რაც ხდება ჩვენს თავს. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი შეფასება კობახიძე სომხეთში. მისი შეხვედრები თუ თავისი მხარდამჭერებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მე წავიკითხე თქვენი სტატუსი დღეს, თქვენ წერდით, რომ სინამდვილეში არანაირი მნიშვნელოვანი შეხვედრები არ ყოფილა და იგივე ზელენსკისთან საუბარი და რეაქცია შემდეგ, რაც მოყვა ამ ყველაფერს აქ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო კობახიძის იქ ჩასვლა, პოლიტიკური შეფასება როგორი შეიძლება მიეცეს და აქვე აუცილებლად დაგისვამდით კითხვას, ცდილობენ ისინი რომ გაყიდონ თუნდაც გუშინდელი მისი ერევანში ჩასვლა, როგორც მათი ლეგიტიმაციის აღიარება არის ეს ასე? ხო, მე პირველ რიგში მინდა რომ მიულოცო სომხეთს ეს უზარმაზარი მიღწევა, თქვენთან სანამ მოვიდოდი წავიკითხე ერთობლივი განცხადება ევროკავშირის და სომხეთის და წარმოუდგენელი წარმატების გზას დაადგა სომხეთი, უბრალოდ აღარ გავრცელდე, ვიტყვი რომ 2.5 მილიარდი ევროს ინვესტიცია იგეგმება სომხეთში ევროკავშირიდან უახლოეს მომავალში, ანუ ეკონომიკაზე რო ვისაუბროთ და იმაზე რაც ჩვენს მაყურებელს ყველაზე მეტად მათ შორის ადარდებს, რომ ქვეყანაში აბსოლუტური სტაგნაციაა, სომხეთი ძალიან სწრაფად წავა წინ მათ შორის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ დაინგრა ყველანაირი მითი, რომ თურმე ევროკავშირთან დაახლოვება ნიშნავს რაღაცა მშვიდობისთვის საფრთხის შექმნას პირიქით
სომხეთმა გაამყარა სწორედ მშვიდობა და უსაფრთხოება იმით, რომ წინა ფლანგზე გაიჯრა ევროკავშირთან ურთიერთობებში და სამწუხაროა, რომ საქართველოს მართლაც მე ეს გამოთქმა გამოვიყენე და გავიმეორებ, ღარიბი ნათესავის როლში იყო, მხოლოდ იქ წარმოდგენილი. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ და ეს დაზუსტებული ინფორმაციით გეუბნებით, რომ კობახიძეს ჰქონდა სურვილი, რომ სომხეთში ყოფილიყო ორმხრივი შეხვედრა გამართულიყო მაგალითად ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, სხვა მაღალი დონის წარმომადგენლებთან და არავინ არ მოინდომა მასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრა და ჩვენ ეს ვიხილეთ, იმიტომ რომ არ ყოფილა ორმხრივ ფორმატში არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრა და ესეთი ფორმატები სწორედ ამისთვის გამოიყენება პირველ რიგში, რომ ორმხრივი შეხვედრა იყოს. ამას ემატება ის, რომ ამასთან ერთად თქვენს ბოლო შეკითხვიდან რომ დავიწყო ლეგიტიმაციას რაც შეეხება, ევროპული გაერთიანება შეიქმნა სწორედ იმისთვის, რომ ყველა, ასე ვთქვათ, აი ამ რეგიონში განთავსებულ ქვეყანას მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში, იმიტომ რომ მიუხედავად მათი პოლიტიკური სისტემისა არსებობს საკითხები, რომელზეც უნდა მოხდეს ასრთა გაცვლა, გამოცვლა და კობახიძეს და ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს სულ პატიჟებენ ამ შეხვედრაზე, ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ჩვენ ნახეთ, რომ ეს არ ხსნის მათი არალეგიტიმურობის საკითხს პარტნიორების. დემოკრატიული ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლებას რო არ აქვს, ეს ყველაზე კარგად აისახება რაში? რომ დღეს გაყინულია ევროკავშირის მხრიდან გაწევრიანების პროცესი, მათ შორის საქართველოს ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი არ მიიწვიეს მორიგ ჯერზე დაფართოვების ფარგლებში საგარეო მინისტრების ხდომაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფორმალურად ქვია დღეს კანდიდატის სტატუსი და არანაირი შანსი არ გვაქვს წინ წაწევის. დამოკიდებულება ევროპული აისახება მათ შორის იმ რეზოლუციებით, რომელსაც იღებს ევროპარლამენტი და მათ შორის დამოკიდებულება აისახება იმით, რომ გუშინ ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთხელ ძალიან კარგად, რომ ერევანში არავის არ ქონდა სურვილი კობახიძესთან ტეტ-ატე, ასე ვთქვათ, ორმხრივი შეხვედრა შემდგარიყო და მეტიც საქართველოს ფაქტიურად არავის არ უხსენებია, შემიძლია მხოლოდ მოვიყვანო ციტატა პრეზიდენტ მაკრონის, რომელმაც ფაქტიურად საქართველოს ხელისუფლებას უთხრა, რომ დროა გადაწყვიტოთ თქვენ სათხარ და სადაპირებთ ყოფნას იმ ფონზე, როდესაც სომხეთი მიდის ევროპისკენ, მისმა მეზობლებმაც უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, საითკენ აპირებენ მოძრაობას. აი ეს არის დღეს ამ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, რეალური მდგომარეობა. რაც შეეხება ზელენსკისთან შეხვედრას, ეს შეხვედრა ზელენსკისთვის, ჩემი აზრით, იყო ძალიან მომგებიანი, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში, რომელსაც რუსეთი მოიაზრებს, საკუთარ უკანა ეზოთ თუ უნდა რომ მოიაზროს სომხეთში, ჯერ ხო თავისთავად ეს შეხვედრა იყო რუსეთისთვის უზარმაზარი მარცხი, რომ სომხეთში შედგა ეს უზარმაზარი ევროპული ფორუმი და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სამხრეთ კავკასიის მომავალი არ წარიმართება იმ სცენარით, რაც სურს სომხეთს. ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე, იქვე, როდესაც ზელენსკი ხვდება იმ ხელისუფლების წარმომადგენლს, რომელსაც რუსეთი ყოველდღე აქებს საკუთარი მისიი წარმოების პოლიტიკისთვის, ესეც ძალიან ნათელი იყო, რა არის ზელენსკის წონა, რომ დიახ, მას უნდა ელაპარაკოს დღეს ყველა და მათ შორის ივანიშვილის წარმომადგენელი და ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დაკვირვებით ბიძინა ივანიშვილს დღეს უკვე ძალიან კარგად ესმის იმ ფონზე, რაც სოფლიოში ხდება, რომ პუტინის მოკავშირეების სიაში ყოფნა არის ძალიან სახიფათო. მას ამ სიიდან საკუთარი თავის ასე ვთქვათ, ამოწერა უნდა, ოღონდ უნდა ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში გააგრძელოს ავტოკრატიული რეჟიმის გამყარება და მას ამის შესაძლებლობას დღეს დასავლეთის დამოკიდებულება არ აძლევს, მაგრამ ის თავისთავად, რომ დაიწყო რაღაცა მცდელობა, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა მოხდეს, ამორიცხვა ივანიშვილის რუსეთის მოკავშირეების სიიდან, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს ზრდის დასავლეთის ბერკეტებს ამ ხელისუფლებაზე და ჩვენ შიგნით, ჩვენი საზოგადოებრივი სახალხო წინააღმდეგობით და საერთაშორისო წნეხის გაზრდით უნდა მივახციოთ იმას, რომ აღარასოდეს აღარ შევხედოთ თუნდაც თეთრი შურით ჩვენი მეზობლების წარმატებას. და რაც მთავარია, მთავარი პროპაგანდის ლიდერი კიდევ ერთხელ ის მოვიპოვოთ ის ადგილი, რომელიც ჩვენ ბუნებრივად და ისტორიულად გვეკუთვნის როგორც ლიდერს
ამ რეგიონში ევროკავშირში გაწევრიანების. და რაც მთავარია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამდენი პოლიტიკოსი იკრიბება, ეს თავისთავად სულ არ ნიშნავს იმას სწრაფვა ქვეყნისა ევროკავშირისკენ, საერთოდ არ ნიშნავს, აბა ომი გინდა და ომის დაწყების საფრთხეს უფრო პირიქით, ეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა. ძალიან თვალნათლივ გამოჩნდა და მათ შორის თქვენ თუ ნახავთ რა იგეგმება ევროკავშირს და სომხეთს შორის ურთიერთობებში, უზარმაზარი მათ შორის ყურადღება ეძლევა სწორედ უსაფრთხოებას, უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით ახალ ეტაპზე გადადის სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან და ეს ყველაფერი სამწუხაროდ ჩვენ რა თქმა უნდა გვიხარია ჩვენი მეზობლების წარმატება, მაგრამ ასევე საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ როგორც მილიარდობით დახმარება ევროკავშირის, როგორც უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობა, როგორც მათ შორის ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია ევროპულ ბაზარში, ეს ყველაფერი არის ჩვენთვის დაკარგული შესაძლებლობები, რომელიც დაიკარგა მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად და ამიტომ უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ ამ რეალობას ვერ შევცვლით. დიდი მადლობა სალომე, წარმატებას გისურვებ. დღეს შეხვედრა რომ მქონდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ამ შეხვედრაზეც 2-3 სიტყვას ხომ არ გვეტყოდით? ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, იმიტომ რომ როგორც ვიცით, საუბარი იყო სინდისის პატიმრებთან დაკავშირებითაც პოლიტიკურ თემებზე, ამიტომ მაინტერესებს. ინტერესი იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ ფაქტიურად ყველა დიპლომატიური მისია იყო წარმოდგენილი, იმიტომ რომ ჩვენ საუბარი გვქონდა როგორც ჩვენს პარტიულ გეგმებზე, ასევე ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე, რა სახის ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩვენი აზრით დასავლეთიდან, რომ დაიწყოს ქვეყანაში მე რასაც დავარქმევდი დეესკალაციას, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და შემდგომ უკვე მზადებას დემოკრატიული არჩევნებისთვის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ამ პოლიტიკური კრიზისიდან სხვა არანაირი გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, იმაზე, როგორ შეიძლება რომ დასავლური პოლიტიკა იყოს მიმართული საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად და არ დარჩეს საქართველო მიტოვებული, როგორც ჩამოწერილი, შეუმდგარი სახელმწიფო დასავლეთის ქვეყნების მხრიდან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მადლობა.